სამეცნიერო ინტელექტუალურმა კლუბმა თაობათა დიალოგმა აქცია გამართა სახელწოდებით სიკეთის ეპიდემია აქცია, რომლის სლოგანია შენ აკეთებ სიკეთეს ჩემთვის, მე გავუკეთებ სხვას. მთავარი მიზანია ბიძგი მისცეს ადამიანებს კეთილის საქმეები აკეთონ. ახლა გთავაზობთ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გვანცა თოთაძის კომენტარს. უკვე მესამე წელიწადია თაობათა დიალოგი ტრადიციულად ატარებს სიკეთის ეპიდემიას. ეს არის საერთაშორისო დღესასწაული სიკეთის გამოვლინების საერთაშორისო დღე. მთავარი მიზანი რაც არის, რომ ხალხს მოუწოდებთ ამ დღეს გააკეთოს სიკეთე. აქციაზე, რომელიც მირზაანის უკანა ტერიტორიაზე ჩატარდა, სიმბოლურად ხე დაირგო. გამლელებს კი სიმბოლურად კამფეტები დაურიგდათ, რომელზეც ფერად ფურცლებზე სიკეთის კეთებისკენ მოწოდებები იყო მიმაგრებული. გთავაზობთ აქციის ერთ-ერთი მონაწილის კომენტარს. მე როგორც მოხალისე ძალიან დავინტერესდი ამ თემის შინაარსით, რადგანაც ვფიქრობ, რომ დღევანდელ ცხოვრებაში საზოგადოებას აკლია შეხსენება, აკლია პოზიტივი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ მოხალისეები ყველას ერთად დავანახებთ, რომ ვიყოთ უფრო კეთილები, ერთმანეთს გავუკეთოთ სიკეთე და თუ გამიკეთებ სიკეთეს მე, მაშინ მეც გავუკეთებ სხვას. აქცია 2010 წლიდან ხორციელდება უკრაინული ორგანიზაციის სიკეთის ეპიდემიის ინიციატივით. საქართველოში კი აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგია. თემაზე ჩვენი კორესპონდენტი ლევან ფანცხავა მუშაობდა.